ზოგადად ბრალდების პოზიცია და მათი გამოკითხულების პოზიცია, მათ შორის ქართულ ბანკის დირექტორის და სხვა საბჭოს წევრების, მათ შორის ივანიშვილის. ამბობს ერთ რამეს, რომ მთელი საბანკო დოკუმენტაცია, მთელი ეს სესხი და რაც კი კანონით იყო გათვალისწინებული და რაც ჩატარდა, ეს იყო ფორმალობა და რეალურად თითქოს ეს იყო ივანიშვილის პოზიცია. ერთ რამეში არიან ძალიან თანახვედრაში, რომ ზოგადად ივანიშვილისთვის ყველაფერი ფორმალობა არის ამ ქვეყანაში. ეს პროცესის ფორმალობა არის, მას უბრალოდ ჭირდება, რომ ფორმალურად ჩაატაროს, რომ სინამდვილეში მოსამართლემ უკვე დაამტკიცა, რომ როგორც ივანიშვილი ითქმის, ისე იქნება. მაგალითად, ბელაშვილის საქმეში, რომელიც ამ მოსამართლემ გიორგი ბელაშვილმა გაუშვა ციხეში გაზაფხულის აქციების რეგისტრს. ანუ შესაბამისად აქ კითხვის ნიშანი არის იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა დეტალებზე არის საუბარი საქმეში, არამედ ივანიშვილის მიერ მოყოლილი პოზიციის გაზიარების და ბოდიში ჟარგონისთვის გაправების არის დაკავებული სასამართლო. ივანიშვილმა თვითონ არც ერთ დეტალურ კითხვაზე პასუხი არ გასცა. მან თქვა ზოგადად, რომ ეს ინვესტიცია იყო ჩემი, აბა ბანკი ისე სხვას ხო არ გასცემდა ბაჩიაშვილზე უზრუნველყოფის გარეშე. მან ასევე წინა ჩვენებაში და ასევე მისმა თანამშრომლებმა ჩვენებაში და ფილმებში განაცხადეს, რომ ივანიშვილს არასოდეს არ გაუწია არანაირი გარანტია და უზრუნველყოფა ოჯახის გარდა სხვა პირების სესხებზე, თუმცა სასამართლოშივე ივანიშვილმა აღიარა, რომ მას ჰქონდა გაცემული რამდენიმე 100,000 დოლარის შესაბამისი გარანტია ლაშა ნაცვლიშვილზე, რომელიც გრძელდებოდა არა 45 დღე როგორც შემთხვევაში იყო, არამედ წლები გრძელდებოდა. შესაბამისად, მათ ასევე აღნიშნა, რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანს დახმარებია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის გამოუჩენია სხვადასხვა ფინანსური დახმარება და რატომღაც შემთხვევაში ეს გამორიცხა. გიორგი, ითქვა თუ არა ამავე ხტომაზე, რომ ფონდში თქვენი საქმიანობა ასევე შეიცავდა კითხვებს და იყო თუ არა გაჟღერებული მუქარა ივანიშვილის მხრიდან ამ პროცესზე თქვენს წინააღმდეგ, ამაზე რა სიტყვით? ზოგადად მყარი ჰესის ეპიზოდში შეეხო ივანიშვილი და ამის გარდა მუქარა რაზეც გაჟღერდა, ეს იყო თვითონ ფონდის დაარსების სტრუქტურასთან დაკავშირებით გამოთქვა ივანიშვილმა უკმაყოფილება. მათ თქვა, რომ ფონდის მენეჯმენტს გაზრდილი უფლებები ჰქონდა მინიჭებული და ამის გამო მე მკაცრად საფრთხის წესი. თუმცა სასაცილო არის მსგავსი მუქარა, იმიტომ რომ უკვე ასრულებს ამ მუქარას სხვა საქმეში და ახლა ერთ საქმეში დამუქრება და ამისრულებს ორში, სამში, 10-ში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას საქართველოს სასამართლო სისტემისადმი და იურიდიული სისტემისადმი. გიორგი, არსებით გარემოებებთან არანაირი პროტესტი ამის შესახებ არ გამოდის. მან მოისმინა მუქარა და თქვათ ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა ამ მხრიდან კონკრეტულად. გიორგი, არსებით გარემოებებთან დაკავშირებით ილაპარაკა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ მე მოვისმინე თქვენი ადვოკატის განცხადება, ის ამბობს, რომ ბევრ საკითხზე ივანიშვილი კონკრეტიკას თავს არიდებდა და ის ამბობდა, რომ მას დეტალები არ ახსოვს. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, მაშინ როდესაც ბრალდება ლაპარაკობს, რომ ივანიშვილს არაფერზე აურიდებია თავი. ის ხშირად იმეორებდა იმას, რომ რაღაც დეტალები მას არ ახსოვს ან არ უნდა ამაზე კონკრეტულად საუბარი. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენი მაყურებლისთვის? არიდებდა თუ არა ივანიშვილი გარკვეულ საკითხებზე საუბარს თავს? ერთადერთი რაც მან ძალიან კარგად ახსნა, იყო ის, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც რამენაირად დაადასტურებდა მის ინვესტორობას. შესაბამისად, ამაზე ის დავთანხმდა და ვერანაირი სხვანაირი აზრი ვერ ექნებოდა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მათ შორის იმ ჩანაწერის დეტალებს, რომელიც არის საქმეში, მათ შორის სხვა დოკუმენტურ თვისებულებებზე და სხვანაირ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ საქმის დეტალებზე ის განხილვისგან მან თავი შეიკავა და თქვა უბრალოდ, რომ ეს მისთვის არ იყო საინტერესო.
გასაგები, ანუ მას არგუმენტები აი იმაზე, რაზეც ლაპარაკობს ბრალდება, რომ აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, აი ეს ფრაზა გამოიყენა პროკურორმა ივანიშვილის ჩვენების შესაფასებლად, არადასტურებს და პირიქით ეს შესაძლებლობა მან გამოიყენა იმისთვის, რომ თქვენ დაგმუქრებოდათ და ამით გარკვეული სიგნალიც გაეგზავნა შესაბამისი უწყებებისთვის, თქვენ ეს აღიქვით გაშვებულ სიგნალად ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ივანიშვილის მხრიდან? ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი სხვა მეთოდი, რითიც ის თავის სიგნალებს აწვდის ბრალდებასაც და სასამართლოსაც. შესაბამისად, ეს სიგნალი ჩემს მიმართ იყო გაჟღერებული, ვითომ დამატებითი მუქარა. რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თითქმის არ ყოფილა ამაზე საუბარი, ის თავისუფალი თხრობის რეჟიმში ყვებოდა ისტორიას, რომელიც არაერთის მოსმენილი იყო მისი წარმოადგენლისგან და არის მათ საჩივარში დაწერილი, თუმცა არანაირ დოკუმენტებზე და არანაირ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაყრდნობია და არც მიუთითებია. ეს ისევ და ისევ იყო ჩვეულებრივ ადამიანის მოყოლილი ისტორია. გიორგი, ერთი საკითხი, ასევე დღეს სასამართლოში საინტერესოა რა სიტყვით ამის შესახებ დაისვა თუ არა კითხვა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, აი მაგალითად მოპასუხის პატიმრობაში გაშვებასთან დაკავშირებით, ანუ თქვენზე კონკრეტულად იყო ასეთი კითხვა დასმული და თუ იყო ასეთი კითხვა, მაშინ რას პასუხობს ამ კითხვას ივანიშვილი კონკრეტულად, თუ შეგიძლიათ ამაზე ესაუბროთ ჩვენს მაყურებელს? არა, საერთოდ ამაზე არ ყოფილა საუბარი. ეს ფორმატი, დღევანდელი ცნობის ფორმატი არც ითვალისწინებდა მსგავს საკითხზე საუბარს. კი ბატონო, ანუ მორიგების შესაძლებლობაც არ განხილულა, თუ ეს კითხვა არ დასმულა, ხომ არ ყოფილა ან შეთავაზება სასამართლოს მხრიდან, ან ამაზე ხომ არ ყოფილა გარკვეული პასუხი გაცემული ივანიშვილის მხრიდან თქვენთან მორიგების შესაძლებლობაზე, ან იმ კითხვაზე, რაც უკვე დაგისვით. ცნობის ბოლოსკენ მან თქვა, რომ ის თუ მიიღებდა თავის თანხას, პრინციპში ყველაფერი დამთავრდებოდა, თუ არა და იგი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო ჩემი ბრალდებით დასრულდებოდა. როგორ ფიქრობთ, ეს არის მორიგების შეთავაზება ივანიშვილის მხრიდან? მას სხვაგვარადაც ალბათ შეეძლო, ხო, თქვენდამი გარკვეული შეთავაზების გამოხატვა ან პოზიციის დაფიქსირება, როგორც ჩანს, მან ისევ გაიმეორა იმ წინა წერილის პირობა, რომელიც თქვენ გაასაჯაროეთ, სადაც თანხის გადახდაზე არის საუბარი. ეს არის თუ არა აღქმული მორიგების მცდელობა კვლავად ივანიშვილის მხრიდან? ეს არის აღქმული როგორც მიმდინარე გამოძალვის მცდელობის გაგრძელება. ეს მთელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს დასჯას იმისათვის, რომ მე არ გავხდი მისი ხელის ბიჭი ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ამის გულისთვის ჩემგან დიდძალი ოდენობის თანხის გამოძალვას. ამას ემსახურება პროკურორიც, მოსამართლეც, მისი წარმომადგენელიც და რა თქმა უნდა ეს ხდება ივანიშვილის ძალიან ვთქვათ ესეთი მითითებითი დავალებების ქვეშ. გიორგი, ბოლო კითხვას დაგისვამთ, ანუ რას ელოდებით დღევანდელი პროცესის შემდეგ? თქვენ ერთ ნაწილში ამ შეფასებისას თქვით, რომ დღეს ივანიშვილი თავად იქნებოდა პროკურორიც, მოსამართლეც და მომჩივანიც. როგორ ფიქრობთ, გაგიშვებენ თქვენ ციხეში, აი დღევანდელი საუბარი ივანიშვილის თქვენ რა ტიპის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გააძლევთ და თავად პროცესი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? უბრალოდ სასაცილო იყო რომ პროცესი, როდესაც მოსამართლეც და პროკურორიც ივანიშვილს ეკითხებოდნენ, აბა როგორ ფიქრობდა, რას უპასუხებდა, თუ არ უპასუხებდა, განერიდებინა თუ არ განერიდებინა და ასე შემდეგ. ანუ არც კიერიდებოდათ ფორმალური პროცედურების არ დაცვა. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ივანიშვილის მართლმსაჯულების არ მჯერა და არანაირი იმედიც არ მაქვს. მე ვარ მზად, რომ ჩემი სიმართლე დავიცვა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და რა თქმა უნდა ამისთვის ყველანაირი მასალებიც და ყველანაირი გზაობა გამაჩნია. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით. ეს იყო გიორგი ბაჩიაშვილი, თანა ინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ დასრულდა მიწის სასამართლოს ხდომა, სადაც კითხვებს 2 საათის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში პასუხობდა